სამართლიანმა არჩევნებმა საარჩევნო პერიოდის მეორე შუალედური ანგარიში პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და არასამთავრობო სექტორს წარმოუდგინა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ქსენოფობიური განცხადებები და ამორჩევლის მოსყიდვა. ამ თემებმა საზოგადოებრივი სექტორის მხრიდან წლევადელ არჩევნებთან დაკავშირებითაც გაიჟღერა. სამართლიანმა არჩევნებმა საზოგადოებას წინა საარჩევნო პერიოდის მეორე შუალედური ანგარიში ჩააბარა. ორგანიზაციამ მოამზადა რეკომენდაციების, რომელიც შესაბამის ორგანოებს მიეწოდებათ. არაკვალიფიციური სუბიექტები, რომლებიც არიან პარტიები და დაფინანსება მცირე აქვთ, პრეტენზია აქვთ გაზეთებთან მიმართებაში, სადაც მხოლოდ სამთავრობო პარტიებს აქვს უფრო მეტი სახსრები და კვალიფიციური სუბიექტები და ისინი მეტ რეკლამებს აკეთებენ გაზეთებში და ამასთან მიმართებაში თუ არის რაღაც ბალანსი დარღვეული და ვთვლი რომ ეს მართლაც დარღვევა, იმიტომ რომ ჩვენ თუ არასაპარლამენტო პარტია ვარ, ჩვენც უნდა გქონდეს გარკვეული დოზით დაფინანსება, ეს უნდა იყოს თანაბარი. ეს პრობლემა ყოველთვის იდგა. ამჯერადაც ჩვენს მიერ გამოიკვეთა ისეთი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები, როცა ხდება საბიუჯეტო რესურსების მობილიზება მაინც და მაინც საარჩევნო პერიოდში, მათი თავმოყრა ისეთი მიმართულებით, როგორც არის სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურული და ასე შემდეგ, რომლითაც ადამიანები გარკვეულ სარგებელს იღებენ და შესაბამისად ამით იქმნება მათ მიმართ იმის განწყობა, რომ მართველი გუნდის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი. ამდენად ჩვენ ამ მეორე შუალედურ ანგარიში გვაქვს ასეთი სახის დარღვევები, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, ხელის შეშლის ფაქტები, ქსენოფობიური განცხადება და გენდერული ბალანსის საკითხი.